მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუადღე მშვიდობისა, მეგატივს უყურებთ, გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო პირდაპირ ეთერში, რომლის წამყვანი ვარ მე ნანა თეოდორაძე. მაქვს პატივი დღევანდელი დღე შუადღის გარკვეული პერიოდი გავატარო თქვენთან ერთად და სტუმრებთან ერთად სასიამოვნო განწყობა შეგექმნათ. გამოვიდარა ქუთაისში, თუმცა ცუცხი ისევ და ისევ შეინიშნება. კარგ დღეს გისურვებ და გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ, რომლის ჩვენთან მობრძანება ჩემში ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს და არც დღევანდელი შეხვედრა იქნება დარწმუნებული ვარ გამონაკლისი. ქალბატონი ნუგეშა გაგნიძე აკაკი-წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. მოგესალმებით ქალბატონო ნუგეშა, როგორ ხართ? არაჩვეულებრივად გამოიყურებით ჩემს საყვარელ ფერებში გადაწყვეტილი მოხვედით დღეს ჩემს მოგრძალებო სტუდიაში. განწყობა როგორია, თავს როგორ გრძნობთ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ამ ბოლო დროს გამიხშირდა თქვენთან სტუმრობა, მაგრამ რომ მოვდივარ, განწყობა მექნება კარგი, თუ რაიმე მაწუხებს ტოვებ კართან და გადმომედება ხოლმე თქვენი პოზიტიური განწყობა. მიხარია, სხვათა შორის ეს აუცილებლობაში უნდა ჩავწერო სტუმრებთან ხელშეკრულება უნდა გავაფორმო, რომ აქ მობრძადებული და უკვე სტუდიაში ჩამობრძადებულ სტუმარს ეკრძალება ცუდ ემოციებით შემოსვლა. მიხარია, რომ ისევ და ისევ გხედავთ თქვენი სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება ხოლმე მთარგმნელობით საქმიანობასთან, თქვენს ვიზიტებთან საქართველოს ფარგლებს გარეთ და ისეთ ქვეყანაში, რომელიც მე ძალიან უყვართ და ჩემს მეორე სამშობლოს უწოდებ და შეიძლება ამის გამო დამტოქსოს კიდე ტელემაყურებელმა გერმანიას გულისხმობ, სადაც გარკვეული პერიოდი დავყავი, ხო? თქვენთან შედარებით მე ვინ ვარ ამ საკითხში, მაგრამ არსებობს მოგონებები ცხოვრებაში, რომელსაც ალბათ ვერანაირი ეპიზოდი ვერ წაშლის და ყოველთვის კარგად გაგვახსენდება პუნქტუალურობა, წესრიგი და სხვა მრავალი. გერმანიასაც შევეხებით ალბათ, მაგრამ ჩვენი ცენტრალური სასაუბრო თემა არის ის მოცემულობა, რომ ხვალ აკაკი-წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საზეიმო დღე აქვს და არაერთი ღონისძიება გაიმართება. მრავალწლიანი ისტორია აქვს, საინტერესოა თქვენი როდის დაუკავშირეთ თქვენი პროფესორული საქმიანობა, იქამდე რა მოგონებები გაკავშირებდათ ამ უნივერსიტეტთან? დიახ, 1933 წლის 13 ფებრუარს დაირეკა ზარი, პირველი ზარი უნივერსიტეტში, მაშინ გახლდათ პედაგოგიური ინსტიტუტი და სასწავლო პროცესიც ამ დღიდან დაიწყო, თორე პედაგოგიური ინსტიტუტის დაფუძნებას ქუთაისში 1930 წლიდან ეყრება საფუძველი და ეს დიდი დრო არის ჩვენმა ამჟამად უნივერსიტეტმა ნამდვილად თქვა თავისი სიტყვა საქართველოს ისტორიაში და ვფიქრობ, კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და წარმატებით გაართმევს იმ მოვალეობებსა და ვალდებულებებს თავს, რაც მას ეკისრებოდა და ეკისრება ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ჩემი ურთიერთობა უნივერსიტეტთან იწყება ძალიან დიდი ხნის წინ. სტუდენტური წლები ამ უნივერსიტეტში. მანამდეც იწყება, უნივერსიტეტი არის ჩემი მეორე კი არა, მგონი პირველი სახლი. ხანდახან ვიტყვი ხოლმე, რომ ფეხიც კი უნივერსიტეტის ეზოში ავიდგი. ჩემი დეიდა, ლუარა გვენეტაძე, 55 წლის განმავლობაში მუშაობდა აკაკი-წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას თითქმის ყველა ხელმძღვანელი ძალიან კარგად ახსოვს. და შეიძლება ითქვას უნივერსიტეტის მატიანი, იმიტომ რომ ის მუშაობდა ბიბლიოთეკაში, შემდეგ სამკითხველო დარბაზში, მის თვალწინ გაიარა მრავალმა თაობამ და დეიდას თავისი ოჯახი არ ჰყავდა, მე ვიყავ მისთვის როგორც შვილი და პირველი ფოტოებიც კი უნივერსიტეტის ეზოში მაქვს გადაღებული. დღემდე ინახავთ ამ ფოტოებს? რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვობა იქ მე 1 წლისიც არა ვარ, როცა დეიდას პირველად ვყავდი უნივერსიტეტში და უნივერსიტეტს მოგეხსენებათ არაჩვეულებრივი ეზო აქვს თავისი იშვიათი ნარგავებით, დღემდე აღფრთოვანებაში მოვყავარ გინგოს ხეებსა და იმ ძვირფას მცენარეებს, რომელიც საუკუნის წინ დაურგავთ ჩვენს წინაპრებს და რომელიც ამშვენებს ჩვენს ქალაქს. და შემდეგ რაც მეხსიერება მაქვს, მე ხშირად დავდიოდი დეიდასთან, დეიდას მივყავდი უნივერსიტეტში და მახსოვს ძველი ბიბლიოთეკა, ძველი თანამშრომლები, ძველი უნივერსიტეტელები, პროფესორები, რომლისადმიც განსაკუთრებული კრძალვა და რიდი ჰქონდა ყველა თანამშრომელს. მახსოვს ის ძველი ხის კარადები, რომლებიც სამკითხველო დარბაზში იდგა და მხიბლავდა სამკითხველო დარბაზის არაჩვეულებრივი სივრცე, ჭერი, ის ძველი არქიტექტურა, რომელიც შენარჩუნებული აქვს ჩვენს უნივერსიტეტს დღემდე
შემდეგ ამბავში მოგონებმა ხო არ განაპირობა თქვენი ეს? არა, წასვლა ძალიან მინდოდა თბილისში, მაგრამ ოჯახმა გადაწყვიტა ასე, რომ ჯობდა ქალაქში დავრჩენილიყავი, იმიტომ რომ ჩემს პედაგოგიურ ინსტიტუტს, რომელშიც მე მაშინ ჩავაბარე, ჰქონდა ყველა ის ფაკულტეტი, სადაც შემეძლო მე განათლება მიმეღო და ვფიქრობდი, თუ ვერ მოვეწყობოდი პირველ წელს, მაშინ დიდხანს აბარებდა ხანდახან ხალხი 6 წელი, 7 წელს და 8 წელს, თუ ვერ მოვხდებოდი პირველ წელს უნივერსიტეტში, მე წავიდოდი დედაქალაქში, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ არ გაგიმართლა და უმაღლესი ქულებით მოვე, ქართულ წერაშიც კი 5-იანი მივიღე და ეს ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი კიდევ უფრო მშობლიური გახდა. ისტორია უცხოენის სპეციალობაზე ვსწავლობდი. ვიყავი ახალგაზრდა შემოქმედთა წრის თავმჯდომარე. მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, როგორც ისტორიაში, ასევე გერმანულ ენასა და ლიტერატურაში. შემდეგ გავაგრძელე მუშაობაც აგაგწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასე რომ ხემდე აგრძელებთ ხო? მეორე ცხოვრების დიდ ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ. მიყვარს ის გარემო, მიყვარს ჩემი კოლეგები ძალიან, ჩემი სტუდენტები და როცა მითხარი რომ უნივერსიტეტის იუბილე ვიფიქრე, ჩემი ფილმს ხმარ უკავშირდება, იმიტომ რომ სულ აგაგწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე ვარ მისი ცხოვრების ნაწილი და ვამაყობ, რომ უნივერსიტეტელი ვარ. ქალბატონო ნუგეშა, აი ესეთ ტერმინმა გაიჟღერა ხა თქვენი მხრიდან, რომ მაშინ წლების მანძილზე ცდილობდნენ გამხდარიყვნენ სტუდენტები და იცველი თავის წარმოადგენლები ამბობენ, რომ დღეს სწავლა ძალიან გაიოლებულიო, ჩვენს დროს ესე ხდებოდაო. მართლა სირთულეებს აი რა კუთხით აწყდებოდნენ, როგორ ფიქრობთ თქვენ? რატო ამბობენ და რატო იხსენებენ? ნამდვილად ძალიან რთული იყო მაშინ უნივერსიტეტში მოწყობა, იმიტომ რომ ჩაბარება და მე მოწყობა. იმიტომ რომ შეზღუდული იყო სტუდენტთა რაოდენობა, იმ რაოდენობით ვერ მიიღებდა უნივერსიტეტი სტუდენტებს, რაოდენობის სტუდენტებიც ჩვენ დღეს გვყავს, მაგალითად ისტორია უცხოენის სპეციალობაზე, სამივე უცხო ენაში, გერმანული, ინგლისური, ფრანგული, სულ ვიყავით 25 სტუდენტი პირველ კურსზე და დავამთავრეთ 15-მა. ანუ გერმანულ ენაზე ვიყავით 9 და ბოლომდე დავრჩით 3 და ესე იყო ინგლისურზე ცოტა მეტი იყო 7 ალბათ და ფრანგულზე 5. საერთო ჯამში ცოტამ დავამთავრეთ. უნივერსიტეტს ინსტიტუტს, მე ინსტიტუტი დავამთავრე, პედაგოგიური ინსტიტუტი. იმდენად ცოტა სტუდენტი ყავდა დაახლოებით 500 თუ იმედი არ ვწდები. ყველა ვიცნობდით ერთმანეთს. მათემატიკოსებსაც ვიცნობდით, ქიმიკოსებსაც, ფიზიკოსებსაც. იყო გაერთიანებული ლექციები დიდ აუდიტორიებში, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ფილოსოფია გვიტარდებოდა ერთად. და ასე რომ ეს მცირე რაოდენობა სტუდენტებისა ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდა. პოზიტიურ ჭრილში იხსენებთ ამ ყველაფერს თუ მე იცით, შეიძლება მაშინ ბევრი არასასიამოვნო რამეც ხდებოდა, ბევრი რამე შეიძლება არ მოგწონდა, მაგრამ დრო რო გადის შენ ადამიანის მეხსიერებაში, ინდივიდის მეხსიერება, ინდივიდუალურ მეხსიერებაში რჩება საუკეთესო, ჩემ შემთხვევაში ასეა. საუკეთესო მოგონებები და გარდა ამისა, როცა ახალგაზრდა ხარ, იმ პრობლემებსაც ასე მძიმედ არ უყურებ, რომელიც შეიძლება ყოფილიყო 80-იან წლებში. მე 80-იან წლებში ვიყავი სტუდენტი და ჩემი სტუდენტობის დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობა. ჩემი სტუდენტი ვიყავი, როცა შვილი შემეძინა და იმდენი პრობლემა იყო, იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებული თემა არსებობდა. რომ ვცდილობ რომ მხოლოდ კარგი გავიხსენო. კარგი გავიხსენო, თუმცა არც ცუდი დღეები და ცუდი მომენტები, რა თქმა უნდა, არ მავიწყდება, მაგრამ ახალგაზრდა და ბავშვურ ასაკში ადამიანი ყველაზე ბედნიერია და ნეტა იმ დროს ვამბობთ ხოლმე. ამ დროს სულ არ იყო კარგი დრო, მაგრამ ახალგაზრდა რო იყავი, მეტი შეგეძლო, მეტი ოპტიმიზმი გქონდა, უკეთეს მოლოდინში იყავი და ასე შემდეგ. გამახსენდა ჩემი ერთ-ერთი საბატიცმულო სტუმრის მოსაზრება, თუ რატო ენოსტალგიურება ძველი თაობის წარმოადგენლებს საბჭოთა კავშირი. თქვენმა ფრაზამ დამაფიქრა. საბჭოთა კავშირი კი არ ენატრებათო. ახალგაზრდები იყვნენ იმ პერიოდში და ალბათ ეგ ერევათო. ალბათ შეიძლება გავავლოთ საბჭოთა კავშირი არ მენატრება და ასე შემთხვევაში არ ვამბობ, მაგრამ თქვენ ხო იხსენებთ იმ რთულ მომენტებს. დღესაც არ ურჩევით, თუმცა სირთულეებს ბევრი მიმართულებით, მაგრამ ხო არის რაღაცები, რაც ახალგაზრდას სხვანაირად უხარია და მოსწონს რაღაცებს და რაღაცებს სხვაგვარად ხედავს.
ну, ყავდა კარგი მეგობრები, რომლებთან ურთიერთობასაც დღემდე ვინარჩუნებთ და 80-იანი წლებიც და 90-იანი წლებიც მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა გადავატანინეთ ერთმანეთს, ხო? და რაღაც იქ იყო ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც კარგად გახსენდება და ტკბილად გახსენდება, ვთქვათ, სანთლის შუქი და ლამპის სურნელი რა მოსატანია, მაგრამ მე მაგალითად სახლში გათბობა არ მქონდა და მეზობლის შეშის ღუმელთან წავიკითხე მთელი რილკეს შემოქმედება. ხა ტკბილად არც სანთლის შუქი მახსენდება და არც ნავთქურა, მაგრამ რილკე ტკბილად მახსენდება და მეზობელთან ურთიერთობა. ნუ ნეტა იმ დროს, არა იმ დროს გამეორება, უბრალოდ ალბათ ვერ გადავიტანთ. მაგრამ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და როგორღაც გადავიტანთ. იბრძოდით. ეს რიგის მოყვარული და ბიჯითი სტუდენტი იყავით თუ გაცდენები, ცოტა ისეთი ქცევები, რასაც ალბათ მაშინ უფრო არაპატიებდნენ. არ ვიყავი გამცდენი და უდისციპლინო სტუდენტი ნამდვილად არ ვიყავი. ძალიან კარგად ვსწავლობდი, სახელობითი სტიპენდიანტი ვიყავი. და ჩემი ფულიც კარგად მქონდა, შრომით სემესტრებში მონაწილეობდი, იქაც ანაზღაურებას გვიხდიდნენ ბაგრატის ტაძარზე. ბატონი ომარ ლანჩავა იყო ჩვენი ხელმძღვანელი და პირველ კურსს დავამთავრე თუ არა, დიდი ხალისით წავედი და იქ ჩემს შემდგომში მეორე კურსსაც წავედი და მესამესაც. ჩემს სტიპენდიასთან ერთად ის ანაზღაურება მაშინ რაღაცას ნიშნავდა და მიხაროდა 20 წლის 19 წლის ახალგაზრდა. ნუ ეხლა რა ვიცი, ვიპრანჭებოდით გოგოები და გოგოები როგორც ხარჯავენ და წიგნებს ყიდულობდით. მაშინ წიგნები არ იშოვებოდა. ეხლა რომ ფუფუნება გვაქვს და რასაც გინდა იმას იშოვი, წიგნები ჩუმად იყიდებოდა დახლის ქვეშ. როგორ შეიძლება ახლა ის დრო მოგენატროს. ჩემი კაფკა, თომას მანი და ყველა გერმანულ ენაზე საწყობში მაქვს ნაყიდი, იქ თუ არ გადაიხდიდი ზედმეტ თანხას, წიგნს ვერ იყიდდი. და ამ ჩემი ფულით ვიძენდი იმ წიგნებს, რომლებსაც მე დღემდე ვიყენებ ლექციებს. მე სხვა წიგნები შევიძინე, მაგრამ ის ჩემი სტიპენდიით ნაყიდი რომ აქვს და ის ადგილებიც მახსოვს, სადაც დავდიოდი ჩუმჩუმად, აი, კარგი წიგნები მოუვიდათ და შევიძინოთ. ძალიან განსაკუთრებით მიყვარს ეს წიგნები. კიდეც გაიცრიცა, დაძველდა, მაგრამ ლექციაზე ყოველთვის ის ძველი წიგნები მომაქვს მაინც. ანუ რაღაც ადრენალინი ჰქონდა იმ ცუდ პერიოდს. ხო, აი, რო არ იშოვებოდა წიგნი და უცებ კაფკას სამყაროს აღმოაჩენდი და აი ეს რა ყოფილა თურმე როგორ წერს, ენასაც უკეთ სწავლობდი, როცა ხელში ჩაიგდებდი გერმანულენოვანი ავტორის საუკეთესო ნაშრომს და რა ვიცი, ასე წვალობდით. ეხლა ეს აღარ ჭირდება ჩემს სტუდენტებს, წიგნი უნივერსიტეტში ძალიან ბევრია, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ეს დიდი ფუფუნებაა. და მაღაზიაშიც ყველაფერი იყიდება და ზედმეტი ფულის გადახდა არ გჭირდება. ხო, მაგრამ ნახეთ, ადამიანის ფსიქოპორტრეტი არის ცოტა უცნაური და საინტერესო, რომ რაც ხელმისაწვდომი გვაქვს, ინტერესი იქ უფრო ნაკლებია, ხო? აკრძალული უფრო გვიყვარს და რაც დეფიციტშია. გადავმალოთ მაშინ ეს წიგნები და იქნებ უფრო მეტად შეუყვარდეს ადამიანებს. ხო, რაღაც წიგნები. ხო, ბევრი რაღაც იცვლება. თქვენ ასევე ახსენეთ ესეთი ტერმინი, რომ ლექტორებისადმი იყო კრძალვა და რიდი. ეს თემა როგორ უნდა განვიხილოთ დღეს, იმიტომ რომ ძალიან აკრძალული ლექტორიც შიშის არის მომგვრელია და შეიძლება დაგტკბოს. სად იყო მაშინ ოქროშუალედი და დღეს შეიცვალა თუ არა ეს ოქროშუალედი? წრეგადასული მოთხოვნა იმისა, რომ პროფესორს ფეხქვეშ უნდა ეგებოდეს ყველა, ეს არ მომწონს და შიშის ფაქტორიც არ მომწონს და მე მგონი არა ვარ ჩემი სტუდენტებისა და გარემომცველი, ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისადმი ასეთი კატეგორიული. პროფესორიც და ყველა სპეციალობის ადამიანი თავისი საქმის დიდო სტატია და ყველას ეკუთვნის სათანადო პატივისცემა. მაგრამ არც განსაკუთრებული ფამილიარობის მომხრე არა ვარ, რაღაც ოქროშუალედი ნამდვილად უნდა არსებობდეს. უნდა იყოს არა შიში, არამედ სიყვარული და პატივისცემა. მე არც ის აფორიზმი არ მომწონს, შიში შეიქმს სიყვარულსა. რატომღაც არ მომწონს, იმიტომ რომ რისიც მეშინო და ის არ მიყვარდა, მე თვითონ. ალბათ სხვა ადამიანების განცდა და ემოცია სხვაგვარია ამ აფორიზმისად. კარგით, ერთი იყო ბნელი გარემო და დღეს სხვა კუთხით ნათელი გარემო. აი სტუდენტი როგორ უნდა მოწყვიტო თუნდაც იმ სოციალური ქსელის თემებს, სხვა ინფორმაციას და კონცენტრირება მოახდინონ. დღეს ლექტორებს და პროფესორებს უფრო საპასუხისმგებლო საქმე ხო არ აქვთ?
როგორ ფიქრობთ ამ სხვადასხვანაირი პრობლემები არსებობდა მაშინ და დღეს. ნუ მაშინ თუ სტუდენტი წიგნს ვერ შეუვლობდა და ერთი წიგნი იყო უნივერსიტეტში ან 3 და იმით უნდა ესარგებლა 30 სტუდენტს, ეხლა ეს პრობლემა ცხადია არ არის. სოციალურ ქსელს კარგი მხარეც აქვს, ბევრი ნაწარმოების წაკითხვა ონლაინად შეიძლება დღეისდღეობით. თუმცა ჯანმრთელობისთვის მთლად სასარგებლო არ მგონია 100 და 200 გვერდიანი წიგნების ტელეფონში წაკითხვა. ნუ წიგნს ვერაფერი ვერ შეცვლის სამყაროში. ჩემთვის წიგნი არის წმინდა ნივთი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი წიგნი, ახლა არა მაქვს რელიგიურ წიგნზე ლაპარაკი, და არც კლასიკაზე, დასავლეთ ევროპულ კლასიკაზე. ზოგადად წიგნს ვერაფერი ვერ შეცვლის. ნუ შეიძლება სოციალური ქსელები კითხვისთვის და ასე შემდეგ სხვა რაიმესთვისაც გამოიყენო, მაგრამ ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. ჩვენი ახალგაზრდობა და განსაკუთრებით ბავშვები ძალიან დამოკიდებული არიან სოციალურ ქსელებზე, დიდებიც. მე მაგალითად ვეთანხმები და არა მარტო სკოლებში, საუნივერსიტეტო სივრცეშიც ავკრძალავდი მობილურებით სარგებლობას, მაგრამ ერთი პრობლემა იჩენს თავს, ჩვენ ხშირად ვიდეო აუდიო მასალაზეც წვდომაც გვაქვს ჩვენი smartphone-ებიც, რომელიც შემდეგ ტექნიკაში, კომპიუტერ ტექნიკაში შეიძლება გამოვიყენოთ და სხვადასხვანაირად გამოვიყენოთ. მაგრამ ამას არ უნდა კონდეს რა თქმა უნდა სისტემატიური ხასიათი. არ არის სასურველი უნივერსიტეტში სტუდენტი ან ლექტორ-მასწავლებელი მობილურით სარგებლობს. ალბათ ლექტორ-მასწავლებლებიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ მე ლექტორ-მასწავლებლები მეტწილად არც მე არ ვიყენებ მაგალითად და ეს ჩემმა სტუდენტებმა იციან და ლექციაზე მე არ მაქვს ამის პრობლემა. არც მე ვიყენებ და არც ჩემი სტუდენტები. მაგრამ ხანდახან დავალებებს როცა ვაძლევ პრეზენტაციებისთვის, მასალების მოძიებისთვის, ახალგაზრდები ძალიან სწრაფად აგნებენ თავიანთ smartphone-ებში და iPhone-ებში საჭირო მასალებს. და ძალიან ცუდ და სამსახურს უწევს ხოლმე ეს ხელოვნური ინტელექტი, ხანდახან თემებსაც აწერიებენ, მაგრამ როგორ ხედავთ თქვენ ამ საქმეს? ხელოვნური ინტელექტი მოერევა თუ ადამიანი, როგორ ფიქრობთ? მე მგონი მაინც ადამიანი მოერევა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეუძლია მხოლოდ გონიერ ადამიანს. როცა ტექსტის თარგმნას ვთქვათ, თუ შენ ენა კარგად არის, იქ იმდენი შეცდომა მოდის თარგმნის პროცესში, საშუალო დონეზე თუ იცი უცხო ენა, იმ შეცდომებს ვერ შეამჩნევ. ასე რომ სტუდენტი, დამწყები და ლიტერატურასა და სხვადასხვა საკითხში გაუცნობიერებელი ადამიანისთვის მანდამაინც სასარგებლო არ მგონია იყოს. ანუ დირექტორება მაინც სჭირდება იმას ჩასწორებები და ეს ხო, იქ ხო რა ხელოვნური ინტელექტის ხელია. სტუდენტი თუ თემისთვის გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტს, მაშინვე ხვდება მას ლექტორი, იმიტომ რომ ის არ წერს იმ პრინციპებით, რითაც ლექტორი ითხოვს მისგან და არის კიდე ძალიან ბევრი შეცდომა. ხო და ასე რომ მანდაც გონიერება მართებს ხო? კი და განათლება. მარტო ჭკუა გონება არა, საკმარისი განათლება უნდა ჰქონდეს, რომ გონივრულად გამოიყენოს ის. ძალიან კარგია. მე კი არ ვუარყოფ მის არსებობას და მის გამოყენებას. ძალიან კარგია, მაგრამ განათლება და გონიერება ჭირდება მის გამოყენებას. ნამდვილად ალბათ უნდა დაგეთანხმოთ, თუმცა მე არ ვიყენებ, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება. შესაბამისად მეც გადავიზღვევ თავს. ასევე ხშირად ისმის ფრაზა, რომ დღეს სწავლა არის გაუფასურებული. თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს და მინდა სწორად დავსვა შეკითხვა. ანუ დღეს დიპლომს რა ძალა აქვს, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, რომელსაც დიპლომი საერთოდ არ აქვს, მაგრამ იმდენად წარმატებულები არიან თავის სფეროში, მაგრამ ესეც არ ნიშნავს ალბათ რომ სწავლაზე უარი ვთქვათ და მაგრამ არც ის არ არის ალბათ კარგი რომ დიპლომი იყოს ჩვენი მთავარი ორიენტირი და მის მისაღებად ყველაფერზე ვიყოთ წამსვლელები ბრწყალებში. როგორ ხედავთ დღეს 21 საუკუნის გამოწვევებს შრომით ბაზარზე და რა თქმა უნდა იქ სადაც ანაზღაურება კარგია. მე მართალია თანადმედროვე მოთხოვნებს და პროცესებს ვცდილობ ფეხი აუწყო, როგორ გამომდის ეს არ ვიცი, მაგრამ მონდომებული ძალიან ვარ. მიუხედავად ამისა, მაინც ველი ყაედის ადამიანი ვარ. მე მომწონს, მხიბლავს და მივესალმები კლასიკურ განათლებას თავისი რთული გამოცდებით, რთული სასწავლო პროცესით, რთული გამოსაშვები გამოცდებით და შესაბამისად დამსახურებული დიპლომით. მაგრამ ცხოვრება მოიტანა ისე, რომ არის კონკრეტული ინსტიტუციები და ფირმები და ორგანიზაციები, სადაც დიპლომს მართლა არ ითხოვენ, საკმარისია უცხო ენის, კომპიუტერული ტექნოლოგიების კარგად ცოდნა
და ადამიანს გაცილებით უფრო მაღალი ანაზღაურება აქვს ახალგაზრდა ადამიანს 20-22 წლისას ვიდრე პროფესორს, რომელმაც შრომით, წვალებით, ტანჯვით მოიპოვა არაერთი დიპლომი. ხო, ეს ძალიან სამწუხარო რეალობა, მაგრამ ეს ყველა მიცის და მე არაფერს განსაკუთრებულს ეხა არ ვამბობ. და როგორც გითხარით, მაინც კლასიკური განათლების მომხრე ვარ თავისი ყველა საფეხურით და თავისი ყველა სირთულით. თუმცა ჩვენ გვახსოვს ასევე მანკიერი მხარე და თქვენ ალბათ ჩემზე კარგად, რომ დიპლომების მოპოვება რაღაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ შეიძლებოდა, ხო? ახლა ეს არ უნდა დაგვავიწყოთ, საიდან მოვდივართ. შეიძლებოდა კი. და არც მაშინ არ სწავლობდა ყველა ისე კარგად, როგორც ეს საჭირო იყო და როგორც მოედა. ესეც ყველა მიცის, ახლა არაფერს არ ვამბობ განსაკუთრებულს, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი არავის არ სიამოვნებს. 500 სტუდენტი რომ იყო, თქვათ, უნივერსიტეტში, 500-ვე წარმატებული, მონდომებული და თავდადებული არ ყოფილა. თუმცა 500 სტუდენტისთვის მერე სამსახურები იმ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენ მაშინ ცხოვრობდით, არსებობდა და ადამიანები რაღაცნაირად ცხოვრობდნენ ზოგი კარგად, ზოგი ცუდად. და დღეისდღეობით სამუშაო ბაზარი დიდი არის. კი ვთქვით, რომ დიპლომს არ ითხოვენ, მაგრამ რაღაც კვალიფიკაციას ითხოვენ. მაგალითად, გერმანულენოვან კომპანიებში საქართველოში საკმაოდ მრავლად ჭირდებათ ადამიანები, მაგრამ იქ საჭიროა გერმანული ენის C დონეზე ცოდნა და მასთან კიდე სხვა უნარების ფლობა. და საკმაოდ კარგი ანაზღაურებაზე არის სხვათა შორის, როგორც საკმაოდ კარგი ანაზღაურება, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვს. არა მარტო პროფესორებს, არამედ ჩვენ გვყავს ლაბორანტები, მასწავლებლები, სკოლებში არიან მასწავლებლები და ასე შემდეგ. და მასე ადვილიც არ არის იმ სფეროებში ადგილის დამკვიდრება, იმიტომ რომ იქ გასაუბრებებს გადიან და ბევრი უნარი ჭირდება ადამიანს, რომ ასეთ კომპანიებსა და ფირმებში იმუშაონ. მაგრამ მაინც ვუსურვოთ ყველას, ვინც არის მოტივირებული. რა თქმა უნდა. ეს კარგი თავგადასავალი გამოცადოს, ხო? ქალბატონო ნუკეშა, დღეს რა გამოწვევების წინაშე არის ჩვენი უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში? გასულ კვირაში ჟღერდა, რომ რაღაც თბილისში უნივერსიტეტები უნდა გაერთიანებულიყნენ, ამას ცუდი გამოხმაურება მოყვა, საინტერესოა თქვენ როგორ აფასებთ ამ თემას და შემდეგ რა სჭირდება აგაგიწევთ სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ მეტად სასურველი იყოს და თანამედროვე გამოწვევებს უფრო თამამად აუბას მხარი. კრიმინალური რეფორმა ზოგადად განათლების რეფორმა და რეფორმა რო აუცილებელია და საჭიროა, ეს ყველამ ვიცით. ჩემი სუბიექტური აზრია ისიც, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე უნივერსიტეტში ერთ და იგივე ფაკულტეტი და n რაოდენობით სტუდენტის მიღება ცოტა გარემოს ვერ ქმნის. მაგრამ რეფორმა უნდა გატარდეს ძალიან გონივრულად. მე მაგალითად პირველ რიგში სკოლიდან დავიწყებდი. 12 კლასი მე აუცილებლად მიმაჩნია. აუცილებლად უნდა იყოს 12 კლასი, იმიტომ რომ სასწავლი მართლა ძალიან ბევრია. მაგრამ მე 9 კლასის და 10 კლასის შემდეგ უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, პროფილური სწავლება. მეტი უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ყველა ახალგაზრდა უნივერსიტეტში არ უნდა მოდიოდეს, პროფესიებს უნდა ეუფლებოდეს, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია. უნივერსიტეტში ვინც მოდის, მას მართლა უნდა ჰქონდეს მაღალი ბარიერი, თუ დაბალი ბარიერი არის მისაღებ გამოცდებზე, ჩვენ ვიღებთ საშუალოზე ნაკლები შესაძლებლობის სტუდენტებს, რაც ჩვენ ლექტორმასწავლებლებს ძალიან გვაწუხებს. ანუ ბარიერის აწევა გამოიწვევს იმას, რომ ყველა ვერ გახდება ხო სტუდენტი. გახდება ის, ვინც მართლა მზად არის უნივერსიტეტში სწავლისთვის და ვისაც შეუძლია მართლა თავი გასწიროს და 6 წელი იქნება თუ ნაკლები სასწავლო პროცესი, ერთგულად გასწიოს ის ტვირთი, რომელიც მას ევალება. ხო, აი რთული პრობლემაა და ამ პრობლემაზე ბევრი ადამიანი ფიქრობს, ბევრი ბჭობს, ყველა ექსპერტობს, მაგრამ სპეციალისტებმა უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რა ჯობია ქვეყნისთვის და კონკრეტული ქალაქებისთვის, მაღალ კვალიფიციურმა კადრებმა და არა შემთხვევით სოციალურ ქსელში დაფიქსირებული აზრების მიხედვით ეს საკითხი არ უნდა წყდებოდეს. ჩემი აზრით. რაც შეეხება ჩემს უნივერსიტეტს მართლა დიდი ტრადიციები აქვს და მთელ უნივერსიტეტზე, ფაკულტეტზე ვერ ვილაპარაკებ, ჩემს დარგს აქვს არნახული
წარმატებები დაარსების დღიდან. გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ადრე გერმანულ და ენა და ლიტერატურაზე, ცალკე ლიტერატურის კათედრა არსებობდა, ჩვენ ყველანი ერთად ვიყავთ, ქალბატონმა ნანელი გაგაურძემ შექმნა ეს კათედრა და მართლა დიდი სკოლა შექმნა. ჩვენ ყველა რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ სრულფასოვანი ფილოლოგები გავზარდოთ და ერთიც არის გერმანისტიკას არასოდეს არ ყოლია ბევრი სტუდენტი, არც ჩემი სტუდენტობის დროს და არც მე. და დღესაც ჩვენ 15-20 სტუდენტი გვყავს, მაგრამ როგორც ვთქვი, თუ გაიზრდება ბარიერი, უკეთესი კადრი მოგვივა და სკოლაში თუ მოხდება რაღაცნაირად სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, ალბათ ახალგაზრდებიც მიხვდებიან, რომ ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგნენ სწავლის საკითხს. ხო, მე მახსოვს წლების წინ ინგლისური ენის ცოდნა უფრო მეტად იყო მოდაში და ჩვენ ხო ვიღაცები რაღაცებს გვიყენებს კლიშეებს და თითქოს შემდეგ ვცდილობთ მოდურები ვიყოთ. განაპირობებს თუ არა ეს იმას, რომ თუნდაც თქვით, რომ სტუდენტების რაოდენობა არ არის ისეთი, როგორიც ინგლისურ ენაზე შეიძლება იყოს. მაგრამ აი ეს ტურისტული ზონა შეიძლება იყოს საქართველოში და ბევრი გერმანელი ტურისტი ვხედავთ, ეს გაზრდის თუ არა ხანგრძლივ პერსპექტივაში დაინტერესებას, რომ მეტმა ადამიანმა ისწავლოს გერმანული. ინგლისური ენის სწავლა დღემდე მოდაში რჩება და მე სულაც არ მგონია ეგ ცუდი. ინგლისური ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით პატარა ქვეყნის შვილებმა, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო ტურიზმის სექტორში, არამედ სხვა დონეებზეც გვესაჭიროება, რომ ვიყოთ კარგად ინტეგრირებული სხვადასხვა საზოგადოებაში და განსაკუთრებით მეცნიერს ნებისმიერ დარგის სპეციალისტ ინგლისური ენის ცოდნა ესაჭიროება უსათოდ. გერმანული, ფრანგული, რუსული და სხვა ენები შემდეგ უკვე სხვა ფუფუნებაა, რომელიც განაპირობებს აი ხა ვლაპარაკობ აკადემიურ წრეებზე მე ჩართულობას იმ პროცესებში, რაც სოფლიოში მიმდინარეობს. ნუ თუ ენები არ იცი, რომელი დარგის სპეციალისტიც არ უნდა იყოს, გერმანულზე არა მაქვს მარტო ლაპარაკი. როგორ მიიღებ კონფერენციებში მონაწილეობას ევროპის, ამერიკის, თუნდაც აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში მონაწილეობას, ხო? ვერ იქნები სრულფასოვანი სპეციალისტი. ხანდახან აი მე პარტნიორული ურთიერთობა მაქვს ჰაიდელბერგის ერთ-ერთ გიმნაზიასთან მრავალი წელია და ბავშვები 60 ენას სწავლობენ. ნუ თუ გერმანელ ერს და გერმანულ სკოლას ესაჭიროება ის, რომ მისმა მოსწავლემ იცოდეს მინიმუმ 3 უცხოენი. ნუ გერმანული თავისთავად, ხო, ინგლისური აუცილებლად. ფრანგული ან ესპანური აუცილებლად და ლათინურს კიდე მე 5 კლასიდან სწავლობ, მე 6 კლასიდან გიმნაზიაში. ხო, თუ მათ ესაჭიროება, ჩვენ მით უფრო გვესაჭიროება, რომ ჩვენთვის იყოს სამყარო გახსნილი და უფრო კარგად გავიგოთ რა არის კარგი და ცუდი, ვისწავლოთ სხვათა კულტურები და თუ სხვათა კულტურები არ იცი, შენსაც ვერ დააფასებ, სათანადოდ და ვერ შეაფასებ. ნამდვილად. ცოდნა არასოდეს არ არის ზედმეტი ხო მარტივად. მე ძალიან მომხრე ვარ იმისა, რომ 2-3 ენას ჩვენი ბავშვები სწავლობდნენ სკოლიდანვე, არ არის აუცილებელი თქვა აკადემიური განათლება მიიღოს. შემდგომში თქვა პროფესიული განათლებაც რომ მიიღოს. და სხვაგან იმუშაოს სხვა ქვეყანაში. ენის ცოდნა ადამიანს სჭირდება რაღაც დონეზე. რჩება თქვენს ირგვლივ თუნდაც ისეთი ადამიანები და ოჯახები, სადაც პროფესიული განათლების მიღებით მათი შვილები არ კმაყოფილდებიან და აუცილებლად დიპლომს თხოვენ. ფიქრობ თუ არა რომ ეს თრგუნავდა თავის დროზე ჩემს თაობას და დამთრგუნელობით ზეგავლენას ახდენს დღესაც. აი დიპლომის გარეშე თავი მოგუჭრება მეზობლებთან, ნათესავებთან. მე მგონი ახლა აღარ უნდა იყოს ასე მძიმედ ეგ საკითხი, რომ დიპლომის გარეშე რო ვერ გათხოვდებოდა ქალი და სასიძოც დიპლომიანი უნდა ყოფილიყო. ეს თემა აღარ არის, ასე ვთქვათ, ტრენდული. იმითი არ დაბრუნდება. აღარ არის, მაგრამ პროფესიულ განათლებას დიდი მნიშვნელობა. პროფესიულ განათლებისთვის ქართველი ახალგაზრდები მასიურად მიდიან გერმანიაში აუსბილდუნგს აკეთებენ 3 წლიანს. ოღონდ ეს აუსბილდუნგი არის თეორია და პრაქტიკა ერთდროულად მუშაობენ თქვათ სასტუმროში ან კვების ობიექტზე და თეორიულად სწავლობენ და 3 წლის განმავლობაში და მათ ცხოვრება არ უჭირთ, იმიტომ რომ მუშაობენ შესაბამისი ანაზღაურებაც აქვთ და რაღაც ინტერესი აქვთ, რომ 3 წლის განმავლობაში სერიოზულად დაეუფლონ ამ პროფესიას და ამ პროფესიებით იგივე ქართულ ახალგაზრდებზე მაქვს ლაპარაკი, ძალიან კარგად ცხოვრობენ. მსგავსი სასწავლო ასე ვთქვათ, სტრუქტურები ჩვენს ქვეყანაშიც და ინსტიტუციები თუ შეიქმნება, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანაზე. იქნება აღარ წავიდეს ამდენი ახალგაზრდა. და ძალიან სამწუხარო.
კარგით, რაც შეეხება თქვენს მთარგმნელობით და სამეცნიერო სამუშაოებს, რა ხდება მათ? აქ ხდება ყველაზე მეტი რამ და ყველაზე უკეთ ამაზე აქ უფრო ვარ ექსპერტი ვიდრე იმ სხვა საკითხებში, რაზეც მომიხდა ხა თქვენთვის. ხო, მაგრამ თქვენ პასუხის ქალაქი ხართ და თქვენი მოსაზრებები მოვისმინეთ. ესე იგი 2025 წელს დაგეგმილი მქონდა 3 წიგნის გამოშვება. ვფიქრობდი დეკემბერში გამოვიდოდა, ერთი გამოვიდა. ეს გახლავთ გივი მარგველაშვილის ლექსებისა და მინიატურების კრებული გერმანულ ენაზე, რომელიც გამოსცა კავკასიელმა სახლმა, ჩემი წინა სიტყვაობით და ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი ნაირა გელაშვილის, რომ ეს საპატიო საპასუხისმგებლო დავალება კი არა და შემოთავაზება მისგან მივიღე. და მასალები, რომლებიც წიგნში ჩაემატა გამოუქვეყნებელი ტექსტები მარბახეს გერმანული ლიტერატურის არქივიდან ჩამოვიტანე და მართლა დიდი შრომა ჩავდეს, სულით და გულით გავაკეთე და ვფიქრობ არ უნდა იყოს ცუდი კრებული. მონოგრაფია ასევე გიო მარგველაშვილს დასრულებული მაქვს და ალბათ მალე გამოვა და კიდე ერთი წიგნი არის, რომელსაც არ ვამხელე ახლა. გონი ვიცი. ხო და მე როცა გამოვა, ნუ მზად არის. გარეყდა მზადდება ამ წიგნის. შემდეგ გვექნება სალაპარაკო თემა. გარდა ამისა, ალბათ 1-5 ან მეტი სტატია დაიბეჭდა ჩემი სხვადასხვა ჟურნალში, კულტურა პლუსში, ქართულ მწერლობაში. ნაშრომები ძირითადად ეძღვნება გერმანულენოვან ქართველ და გერმანელ ავტორებს და ასე რომ დაინტერესებულ მკითხველებს შეუძლიათ შეიძინონ ეს ჟურნალები და წაიკითხონ. რაც შეეხება თქვენს ვიზიტებს გერმანიაში, გაზაფხულზეა დაგეგმილი ზაფხულში თუ ჯავით? რაც ეხლა ზუსტად ვიცი, აუცილებლად ზაფხულში ისევ წავიყვან 13 ქართველ მოსწავლეს პირველი საჯარო სკოლიდან. წელს განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს. ქალბატონი ეთიკო კახიანის მგონი მთელი კლასი მოდის, რამდენიმე ბავშვი არის სხვა ჯგუფებიდან დამატებული. გარდა ამისა, მაქვს გაკეთებული 3 პროექტი ველოდები პასუხებს. თუ მივიღებ დადებით პასუხებს, მომიწევს რამდენიმე კონფერენციაზე და ერთ მთარგმნელობითი სახელოსნო, ასე ქვია, ბერლინში იმართება, ალბათ იქ წასვლა. ნუ ჯერ მომევიდეს დადებით პასუხი, იმედები მაქვს. ბევრ წარმატებას გისურვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი თქვენს მაგალითზე ადამიანი ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეს და ეს სხვადასხვა, ვთქვათ, სარკმლის პოვნა თქვენთვის რას ნიშნავს და რამდენად აზერტულია თუნდაც ის პროცესი, რომ ელოდებით ახლა პასუხებს და თან პარალელურად საყვარელ საქმეს აკეთებთ, თან იქეთ ბავშვები, უნივერსიტეტი, თარგმნა, ყოფითი პრობლემები, გვინდა თუ არა გვაქვს ცხოვრებაში. რამდენად აზერტულია ეს ყველაფერი და ჯანსაღი აზერტია. მაგრამ სტრესულიც არის, იმიტომ რომ ახლა მოლოდინის რეჟიმში რო ხარ ელოდების 3 წიგნის გამოცემას, 3 პროექტის პასუხს, თან უნივერსიტეტში შენი ვალდებულებები გაქვს ოჯახის წინაშე, ქალაქის მოსწავლეების წინაშე, სტუდენტების წინაშე, ეს ზედმეტი ისე არაფერი არ ვარ, რაღაცა ყველაფერში უნდა იქნეს ზომიერება დაცული და ეხლა ვფიქრობ ეს წიგნები რო გამოვა, ცოტა ხანი დავისვენებ თქო, მაგრამ სულ ასე ვფიქრობ, მაგრამ მე რაღაც ახალი იდეები იბადება, ახალ მასალებს პოულობ და ჩნდება კვლავ. არ გასვენებენ, ხო? ხო. რაღაცნაირად მაინც ვერ ისვენებ. შენი საქმე არ გასვენებს, რაც გიყვარს. ყველას ვსურვებ, რომ საკუთარი საქმე უყვარდეს და შეცდომით არ აღმოჩნდეთ ხოლმე ამათ თუ იმ ჰორიზონტზე. ბევრ წარმატებას გისურვებთ და ესეთი წიგნი, რომელსაც არის საუბრეთ გამოსვლისთანავე გელოდებით პირდაპირ ეთერში. დროებით დაგემშვიდობებით, კარგი დღე და მშვიდობა, ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ ისე და ისევ ნახვამდის. მადლობა. ძირფესო ტელემაყურებლებო, გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლდათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულ ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ქალბატონი ნუგეშა გაგნიძე. რამდენიმე წუთით შევისვენოთ და დაუბრუნდები ისევ სტუმართან ერთად, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.